როდესაც გავა ალბათ კონტროლიდან ხელოვნური ინტელექტი, იმის შემდეგ პრაქტიკულად შანსი ნოლია ჩვენი გადარჩენის. გვეყოლება ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც აქვს აკადემიური განათლება სფეროში, რომელიც სფეროც საჭირო საერთოდ აღარ არის. პირველ რიგში პრობლემები შეექმნებათ ეგრეთ წოდებულ თეთრი საყელოს პროფესიებს. რაღაც ტრასტენდობა არსებობს ხელოვნური ინტელექტის მიმართ, როგორც ფსიქოლოგის მიმართ, ასე რომ თქვა. რაღაცში დაგჭირდება კარგი მედიცინა და კარგი წამლები და დიდხანს სიცოცხლე თუ ერთ დღესაც ადგა და გადაწყვიტა რომ აღარ მჭირდება ეს ადამიანი რაღაც მინდა. რაც უფრო ჭკვიანდება ჩვენს კომპიუტერის ეკრანს მიღმა მყოფი ხელოვნური ინტელექტი, მით უფრო ნაკლები ჭკვიან ადამიანს მოითხოვს ამ კომპიუტერულ ეკრანის აქეთ. ანუ საფრთხე რეალურია. როგორც ძვირადღირებულ პროფესიებს ურტყამს ასევე junior levels. მაგრამ აი კითხვა ისმება, ხო თუ junior level-ი არ არის, ვინ გადავა senior level-ზე. AI ვითარდება და ჩვენ ინფორმაცია გვაკლდება მისი შინაარსობრივი ნაწილის შესახებ. საშიში რომ არ იყოს G7-ის სამიტზე ეს ადამიანები არ იქნებოდნენ მიწვეული და არ იქნებოდა დასმული ეს საკითხი. არის იმის დრო, რომ განათლების სისტემაც მოასწროს ეს ტრანსფორმაცია ამ უახლოეს, მოდი ვთქვათ, 3 წელიწადში. აი ეს დრო გვაქვს დარჩენილი. მოგესალმებით მეგობრებო, ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს, ბატონი ზურა ტუსკია, გამარჯობა ბატონ ზურა. კომპიუტერული მეცნიერებების დოქტორი ხელოვნური ინტელექტის დარგში. ეს არის საკმაოდ ახალი სფეროა საერთოდ და აღმოუჩენელი და ასე ვთქვათ სიღრმისეულად შეუსწავლელი ჯერჯერობით და ახლა არის მისი ხო ერა სიღრმისეული შესწავლა და მისი ერა და ამიტომ ძალიან საინტერესო იქნება თქვენთან საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით. პირველი რაც მინდა გკითხოთ, ჩვენი პოდკასტი მიზანმიმართული არის კონკრეტულ პროფესიებში წარმატებული ადამიანების აღმოსაჩენად, გამოსაჩენად და ამ პროფესიების არჩევანში მიზანი არის დავეხმაროთ მომავალ თაობებს. თქვენი თეორია კი ამ ჩემს პოდკასტს და ყველაფერს რადიკალურად ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ პროფესიების დიდი ნაწილი გაუქმდება, ხვალ აღარ იქნება. ნამდვილად ეგრეა. ჩამოთვალეთ პროფესიები, რომელიც გონიათ, რომ ხვალ აღარ იქნება, იმიტომ რომ ეს არის ძალიან საინტერესო ჩვენი მაყურებლისთვის. დღეს შევეცდებით ვისაუბროთ ამ თემაზე და თავი ამბავი ის არის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ნერვიულობს, გარკვეულ შიშებსაც გამოხატავს იმის თაობაზე თუ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში როგორი იქნება მისი ან სხვა პროფესიების მომავალი. ხშირად მესმის ხოლმე ეგეთი შეკითხვა, როგორ შეცვლის თქვათ AI მომავალში პროფესიებს, წაართმევს თუ არა ის ადამიანებს თავიანთ საქმიანობას და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა გასაგები შიშებია, მაგრამ უფრო ზედაპირულია და ამას სჭირდება ჩაღრმავება. რომ გავიგოთ, ასე რომ ვთქვათ, აი ეს პროცესები საიდგენ მიდის, როგორია ასე რომ ვთქვათ, მიმართულება ამ პროცესების და რეალურად სად შეიძლება მივიდეთ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი პროფესია შეიცვლება. არ გაქრება პროფესიები. რა თქმა უნდა, არ გაქნება არც იურისტის პროფესია, არც ექიმის პროფესია, უბრალოდ საუბარია იმაზე, თუ რა პროცენტით ჩაანაცვლებს AI ზუსტად ამ პროფესიაში მყოფ ადამიანებს. ანუ სტრუქტურა შეიცვლება თვითონ პროფესიის. მაგალითად, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ინფორმაციით, ესეთი კვლევა ჩატარდა 2025 წელს, 2030 წლამდე დაახლოებით 170 მილიონი ახალი პროფესია შეიქმნება. თუმცა, როგორც გამოთვალეს, დაახლოებით 92 მილიონი პროფესია საერთოდ გაუქმდება. აღარ იქნება. ანუ ნამატი აშკარად მეტია, მაგრამ გასაგებია, რომ პროცესი რთული იქნება და ეს რთული პროცესი მდგომარეობს იმაში, რომ ტრანსფორმაცია იქნება საჭირო ადამიანების როგორც მენტალური, ასევე ფიზიკური ტრანსფორმაცია იმისთვის, რომ მოერგონ ამ ახალ პროფესიებს. თქვენ შეკითხვას რომ დაუბრუნდეთ, მოდით დეტალურად შეგვიძლია განვიხილოთ, რას ვფიქრობთ მე, რომელი პროფესიები თქვათ არ იქნება და რომელი ახალი პროფესიები
წამოვა თქვათ ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ახალმა თაობამ ეს აუცილებლად უნდა ნახოთ ეს გადაცემა, აუცილებლად უნდა გვიყუროთ, იმიტომ რომ ესეთი მოსაზრებები არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს. არც მე არ დამიჯეროთ საბოლოო ჯამში და არც ბატონ ზურას. თქვენი აზრი გამოიტანეთ და თქვენი, ასე ვთქვათ, შეხედულებისამებრ მიიღეთ გადაწყვეტილება, უბრალოდ ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბროთ, რომ მოგცეთ რაღაც გარკვეული მიმართულება. გეთახმებით საფიქრალად. ამაში ხო, ეს არის ჩვენი მოსაზრება, გასაგებია რომ ეს მოსაზრება გარკვეულ ცოდნაზე და ასე ვთქვათ, გამოცდილებაზეა დაყრდნობილი, მაგრამ მაინც რჩება ჩვენ მოსაზრება, თქვენ უნდა იფიქროთ, მომავალ თაობას მიმართავ, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, გააკეთოთ დღევანდელი არჩევანი თუ საით განვითარდებით, ხო? პირველი რასაც მინდა შევეხო, ეს არის თუ აი რა პროფესიები დგება რისკის ქვეშ პირველივე ეტაპზე განვითარება. ძალიან საინტერესო. ეს ეხა მოვიშველებ, ეს არა მხოლოდ ჩემი აზრია, თუმცა ვეთანხმები ამასში, ეს არის ცნობილი კომპანია Anthropic's, ანუ ვინც კლოდის, ასე რომ ვთქვათ, AI შემქმნელი კომპანიის CEO-ს დარიო ამადეის აზრი, რომ პირველ რიგში პრობლემები შეექმნებათ ეგრეთ წოდებულ თეთრი საყელოს პროფესიებს. როგორიც არის, თქვათ, იურისტები, ხო, ექიმები, ესე ვწოდებ. სამყაროებსაც ჩაგვანაცვლებენ, პოდკასტერებსაც. შესაძლოა. იურისტები, ექიმები. იურისტები, ექიმები, ну, ადვოკატებს შეგვიძლია ამ დარგში გავიყვანოთ, ანალიტიკოსები, თარჯიმნები, პროგრამისტები შეგვიძლია ვთქვათ და აქვე შეგვიძლია მოვიყვანოთ ამ დარიო ამადეის სიტყვებიც, რომ პროგრამირების დარგში რჩევა მიცა, რომ კარგი იქნებოდა რომ ამ პროცესს ადამიანები შეეშვან, სწავლას ამ პროცესში. თქვენ თვითონაც ხვდებით რომ რაღაც საოცარი რჩევა მომავალი თაობის მიმართ, მაგრამ გადავიდნენ და აითვისონ უფრო სხვა ახალი პროფესიები, რომლებიც მსგავსია პროგრამისტის პროფესიასთან, მაგრამ უფრო, ასე რომ ვთქვათ, AI კუთხით უფრო მოთხოვნადი ხდება შემდეგ წლებში. ეს რაც შეეხება, ხო, რაც შეეხება მაღალანაზღაურებად სამსახურებს, რაზეც ახლა ვისაუბრეთ, ხო? ანუ პრინციპი რაში მდგომარეობს? პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ მაგალითად AI არ გააუქმებს რაღაც პროფესიას. აი ვთქვათ, იურისტის საათში $300 ანაზღაურებად პროფესიას, ხო? ის უბრალოდ გახდება $3. ჩაანაცვლებს, გახდის ამ პროფესიას შესაბამისად costs, ასე რომ ვთქვათ, ამ პროფესიის გახდის უფრო იაფს და გააკეთებს მის ავტომატიზაციას. ანუ, როდესაც იქნება კომერციული კომპანია, ის ძირითადად მიმართულია მოგების მიღებას. ანუ ადვოკატების ძირითადი ნაწილი აღარ იქნება. კიდევ პირველ ეტაპზე, მოდი ვისაუბროთ პირველ ეტაპზე, იმიტომ რომ ალბათ არ იქნება, ასე ვთქვათ, სწორი, რომ ჩვენ გავაკეთოთ გათვლები რაღაც 10-15 წლიან პერიოდზე, იმიტომ რომ იქ უკვე სხვა რისკებია, სხვა საფრთხეებია AI-სთან ურთიერთობაში. ამიტომ მოდით ვისაუბროთ აი მცირე ვადიან პერიოდზე, რაც ვთქვია 5 წლიანი ციკლი, ვთქვათ. კი ბატონო. ძალიან პირველ რიგში აი ესეთ პროფესიებს თუ შევეხებით, ხო? არის ორი დონე, არის ჯუნიორ დონე და არის სენიორ დონე, ხო? თქვათ აი ეს თეთრი საყელოს პროფესიებში ვსაუბრობთ. ორივე მიმართულებას აქვს საფრთხე. პირველი ეკონომიკური თვალსაზრისით, ანუ საინვესტიციო კოსტის შემცირების თვალსაზრისით და მეორე დამეთანხმებით ალბათ, რომ პირველად როდესაც მიდიან ასეთ პროფესიებში, თქვათ აი იურიდიულ პროფესიაში ან თქვათ თარჯიმის პროფესიაში. პირველად მიდიან ძალიან მცირე სამუშაოს შესასრულებლად, მარტივი სამუშაოს შესასრულებლად, მაგალითად ადვოკატმა შეიძლება, დამწყებმა ადვოკატმა შეიძლება რაღაც დოკუმენტების მოძიებაზე, დოკუმენტის გაანალიზ, კანონების გაანალიზებაზე რაღაც ესეთ ასე რომ ვთქვათ, მცირე სამუშაოზე იმუშაოს დაწყის ეტაპში, საწყის ეტაპში, junior level-ზე ვსაუბრობ. ეს უკვე არის ის სფერო, სადაც AI ძალიან ძლიერი. აი დოკუმენტებთან მუშაობა, ხო? ანალიზი, დახარისხება, ინფორმაციის სტრუქტურირება, სხვა ინფორმაციასთან შედარება, მონაცემთა ბაზებთან შედარება და ასე შემდეგ. ანუ როგორც ძვირადღირებულ პროფესიებს ურტყამს ასევე junior levels. მაგრამ აი კითხვა ისმება, ხო, თუ junior level-ი არ არის, ვინ გადავა senior level-ზე, ხო, იდეაში. თუ ის გამოცდილება და პრაქტიკა ადვოკატმა ვერ გაიარა, როგორ გახდეს ძლიერი ადვოკატი? ძლიერი ადვოკატი, თქვა. ხო? შესაბამისად მთლიანად იცვლება სტრუქტურა, ჩემის აზრით, ჯერ იქნება რაღაც პროცენტული ჩანაცვლება, შემდეგ ალბათ განახევრება იმ კონკრეტულ პროფესიაში ადამიანის ჩართულობის. და შემდეგ ალბათ ძალიან მცირე პროცენტით დარჩენა იმ ადამიანის ამ პროფესიაში, იმის გამო, რომ რაღაც საკონტროლო წერტილები დაიტოვოს AI-სთან მიმართებაში. მაგრამ ამ სიტუაციაში უკვე ყველა ადგილი საჭირო აღარ იქნება. რეალურად საფრთხე არის ამ სფეროში.
ერთ-ერთი სფერო, რაც დაასახელეთ. ეს არის იურისპრუდენცია. ექიმები ახსენეთ. დიახ. მე მყავდა პირველ პოდკასტში არჩეულებრივი ექიმი, ლეგენდარული ექიმი, მე ვიტყოდი, ბატონი კოტე მარდალეიშვილი, ონკოქირურგი. მათმა კლინიკამ პირველად საქართველოში ჩინეთიდან რობოტის მეშვეობით გააკეთა ოპერაცია თბილისში. ეს იყო პირველი ამიერკავკასიაში, აღმოსავლეთ ევროპაშიც თითზე ჩამოსათვლელი ეგეთი შემთხვევები. თურქეთშიც კი არ გაკეთებულა ეგეთი ოპერაცია და მათ გააკეთეს მარდალეიშვილის კლინიკაში. თავად ერთის მხრივ არის ასეთი ცნობილი ექიმი. არ უნდა უნდოდეს წესით თავისი პროფესია და თავისი თავი ჩაანაცვლოს რობოტმა, მაგრამ თავად აკეთებს ამას, ხო? რომ ახალ ტექნოლოგიებს ნერგავს. კი, იმიტომ რომ გადაწყვეტილი ანუ საფრთხე რეალურია. საფრთხე რეალურია, დიახ, საფრთხე რეალურია და ეს სხვათა შორის საკმაოდ ლოგიკური პროცესია და ადვილად მისახვედრი. მაგალითს მოვიყვან, მაგალითად 2025 წელს შვედეთში ჩატარდა საერთო, ასე რომ ვთქვათ, სკრინინგი, მამოგრაფიული სკრინინგი. ეს მონაცემები შეგროვდა, სხვა ქვეყნებიდან გამოიწვიეს ასევე მონაცემები ამ დარგში და საჭირო იყო, ასე რომ ვთქვათ, წინასწარი დიაგნოსტიკა მკერდის კიბოს მიმართულებით. იმდენად დიდი მონაცემები ჰქონდა, რომ საოცარი შედეგები მიიღეს, ანუ 57%-ით გაიზარდა სწორი დიაგნოზების რაოდენობა ძალიან საწყის ეტაპზე. და შესაბამისად ჩართული პერსონალის რაოდენობაც ამ პროცესში საკმაოდ შემცირდა. ანუ უკეთესი დიაგნოზი მიიღეს უფრო მცირე, ასე რომ ვთქვათ, ადამიანური რესურსის ჩართულობის საფუძველზე. ყველა საკითხი, აი თქვენ თქვით, რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება ერთ წელიწადში, არ მოხდება ორ წელიწადში, მაგრამ ყველა ექიმის, ასე რომ ვთქვათ, სიძლიერე დაფუძნებულია ორ მთავარ პრინციპზე. ერთი არის ცოდნის ბაზა, რაც ცოდნა გააჩნია და მეორე გამოცდილება. პრაქტიკულად ეს იქნება, ასე რომ ვთქვათ, შემოუფარგლავი ეს ორი ცნება. ანუ განუსაზღვრელი, ძალიან დიდი გამოცდილება, ისეთი გამოცდილება, რომელსაც ადამიანი ვერ დააგროვებს თავის მოღვაწეობის პერიოდში და ისეთი ცოდნის ბაზა, რომელიც ადამიანის ტვინი, ასე რომ ვთქვათ, ამ ცოდნას და ამ გამოცდილებას ვერ შეიწეს ცხოვრების განმავლობაში. ანუ ორივე კომპონენტში AI ხდება უფრო უპირატესი და უპირატესი ხდება რაში? რომ სვამს უფრო სწორ დიაგნოზს ანამნეზის საფუძველზე. აძლევს უფრო სწორ რჩევებს შემდეგი მკურნალობის და ასე შემდეგ. პრაქტიკულად აქ უკვე გასაგებია, რომ ერთეული ტვინები, ბრწყინვალე ტვინები აუცილებლად დარჩება და ისინი მართავენ შესაძლებელია ზუსტად ამ AI, ასე რომ ვთქვათ, მოდელებს სამედიცინო სფეროში, მაგრამ ფაქტია, რომ ასე რომ ვთქვათ, სასწორისფირები AI-სკენ გადაიხრება აუცილებლად. ანუ ექიმი აღარ იქნება. ეს ჩემი მოსაზრება. საინტერესოა. ბრწყინვალე ტვინები დარჩებიანო და ბრწყინვალე ტვინი თუ AI-ა, ანუ და იმაზე ძლიერი ვეღარაფერი ვეღარ იქნება, რატო დარჩება ადამიანის ბრწყინვალე ტვინი მაინც ამ ბიზნესში? აი რა ფუნქცია ექნება? მე დავამატებ საწყის ეტაპზე, ანუ საწყის ეტაპი ეს აუცილებელი ეტაპი იქნება, იმიტომ რომ ის საკონტროლო წერტილები, რომელიც მართავს AI-ს, თქვათ, ხო, კასტომიზაციას აკეთებს, ასე რომ ვთქვათ, კონტროლს აწესებს, რომ AI არ გავიდეს ჩარჩოებიდან, კიდევ მეორე საწყის ეტაპზე. ეს აუცილებელი იქნება მოხდეს მაინც ადამიანის ჩართულობით, ანუ რაღაც ჰიბრიდული მოდელი უნდა იყოს, ყველა პროფესიაში, რომელიც ჩვენ ჩამოვასახელეთ და ბევრს კიდე დავამატებთ, ყველა ამ პროფესიაში ეს იქნება რაღაც ჰიბრიდული მოდელი, სადაც ვთქვათ, რაღაც პროცენტული რაოდენობით, ჩემის აზრით ალბათ 20-30% იქნება ადამიანი ჩართული და დანარჩენი რუტინა გადავა მთლიანად AI-ის კომპონენტზე. საინტერესო არის ფსიქოლოგის ფუნქცია, რომელიც შენ AI-ს უკვე ესაუბრები. შენ შეგიძლია ნებისმიერ თემაზე, ნებისმიერ საკითხზე ესე პირდაპირ ესაუბრი. რა თქმა უნდა. ანუ ფსიქოლოგი საჭირო შეიძლება აღარ გახდეს, ხვალ? დიდი ალბათობით ესე იქნება. დიდი ალბათობით, იმიტომ რომ ისიც ექიმის პროფესია ერთ-ერთი დარგია, ხო? მიმართულება. დღეს ძალიან ბევრი მონაცემები გვაქვს იმისთვის, რომ მივსჯელოთ ამ თემაზე, ძალიან ბევრი ადამიანი უკვე ჩართულია ამ პროცესში და AI აძლევს გარკვეულ რჩევებს. გასაგებია, რომ ადამიანის შეფასების თვალსაზრისითაც რთულია შეაფასო ეს რჩევა, თქვათ, ეს ინდივიდუალური, რამდენად მაღალკვალიფიციური რჩევა მისცა AI, მაგრამ პროცესის განმეორებობა
ეკოლევების საფუძველზე აჩვენებს, რომ რაღაც ტრასტენდობა არსებობს ხელოვნური ინტელექტის მიმართ, როგორც ფსიქოლოგის მიმართ, ასე რომ თქვა. და რა თქმა უნდა, ეს ძალიან საინტერესო ეს პროცესი მიდის არა მარტო ამ სფეროში, ყველა სხვა სფეროში, აი კოდირების, ასე რომ ვთქვათ, კუთხით, აი კოდინგის კუთხით, ხო? ну, იცით მაგალითად, რომ ეხლახანს შეჩერდა ორი ძალიან ძლიერი მოდელის, Fable-ის 5-ის და Mythos-ის 5-ის Claude AI-ის მოდელები, ახალი მოდელები, რომლებიც გამოვიდა ასე open source-ის, ასე რომ ვთქვათ, პრინციპით, ორი კვირა ტესტირების რეჟიმში უნდა ყოფილიყო და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ შეაჩერა ორთავე და ეხლა ამ მომენტისთვის, ასე რომ ვთქვათ, ღია მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებისთვის. სხვა, ასე რომ ვთქვათ, ვერ სარგებლობს ამ წუთში, რა თქმა უნდა, რომ იქაც შეზღუდულია კონკრეტულად ეს ხელოვნური ინტელექტის მოდელები, მაგრამ რა გამოაჩინა, რომ არის საშუალება და მარტივი საშუალებებია საკმაოდ ძლიერ თავდაცვით კიბერუსაფრთხოების სისტემებს აუაროს გვერდი. რაც შეიძლება იყოს კატასტროფა ძალიან ბევრი რამისთვის, რა თქმა უნდა. მაგალითად, თუ შეექმნა კიბერუსაფრთხოების სისტემებს პრობლემა, შეიძლება ისე გავიდეს კონტროლიდან, რომ ხვალ ფული გაუქმდეს, ან აღარ რა თქმა უნდა, საფინანსო სისტემებში ერთ დღესაც გავიღვიძოთ, შევიდეთ ბანკის ანგარიშზე და მან დახვდეს რაღაც ემოჯი მომღიმარის სახით. საბედნიეროდ ჯერჯერობით ადამიანებს, ხელისუფლებებს ყოფნით ამის, ასე ვთქვათ, კონტროლის მექანიზმები, რომ დროულად შეაჩერონ, თუმცა ჩვენ ვისაუბრებთ ამ თემაზე ალბათ ძალიან ბევრი ფაქტებია იმისა, ძალიან ბევრი ადამიანების მოსაზრებებია, რომლებიც აწინააღმდეგოს ფიქრობენ ამ თემასთან დაკავშირებით. მაგ თემას დაუბრუნდეთ, მანამდე დავასრულოთ პროფესიების კუთხით, პროფესიები, რომელიც ფაქტიურად შეუცვლელი იქნება. რას ფიქრობთ ამაზე? მე როგორც მშენებელი გეტყვით, რომ ბლოკს კი აალაგებს დღეს რობოტი, მაგრამ იმდენად არა ეფექტური არის ფინანსური თვალსაზრისით, რომ ხარატს ვერ ჩაანაცვლებს რობოტი, ამაში დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი ხანი. ძალიან დიდ ხანში გულისხმობ, სანამ მე მშენებელი ვიქნებ. თუმცა სამშენებლო ტექნოლოგიებიც ვითარდება, მაგალითად, რამდენიმე თვის წინ ვიყავი გერმანიაში, Futzmeisteris კომპანიამ გააკეთა 3D პრინტერი, მოძრავი 3D პრინტერი, ეგრეთ წოდებული პომპა მანქანაზე, რომელიც ბეტონით ბეჭდავს სახლებს, თუმცა კიდევ რამდენიმე წელი, 5-6 წელიწადი ჭირდებათ, რომ ბეტონის კონსისტენცია და ქიმიური შენარევი მიიყვანონ იქამდე, რომ ეს მასობრივი გამოყენების მანქანა იყოს და მასობრივად დაიწყონ ამის გაქირავება ან გაყიდვა. ყოველ შემთხვევაში ახლო პერსპექტივაში ამას არ აქვს მომავალი და საკმაოდ ძვირი ტექნოლოგია არის და 5-6 წლის შემდეგაც ძალიან ძვირი იქნება და იქ უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ადამიანის რესურსი უფრო სწორია გამოიყენო ფინანსური თვალსაზრისით თუ ეს მანქანა, რომელიც ეღირება ბევრი მილიონი. შესაბამისად, ამ მიმართულებით მგონია, რომ ადამიანები, მაგალითად ელექტრიკოსი, მაგალითად ხალგაყვანილობის სპეციალისტი და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი წლის განმავლობაში შეუცვლელი იქნება და სხვათა შორის ეს ტექნიკური საგნები ახალგაზრდებს მოგმართავთ, ძალიან მნიშვნელოვანია დაფიქრდეთ ამაზე, იმიტომ რომ ეს არის საკმაოდ მაღალანაზღაურებადი პროფესიები, თუ კარგი პროფესიონალები ხართ და იქნება გაცილებით მაღალანაზღაურებადი მომავალში. აბსოლუტურად გეთანხმებით, პრაქტიკულად თქვენ პასუხეთ კითხვას. მე თვითონ და არ გაცალდი, მაგრამ საინტერესოა ის მიმართულება თქვენ კიდევ სხვა პროფესიებს. მე მშენებლები, მაინც ჩემი ის არის, რა ქვია, სფერო და ამიტომ რაღაც ჯობია რომ ასე რომ ვთქვათ, გავაერთიანოთ ყველაფერი თავად თეზისში, რომელიც თქვენც ახსენეთ. თეზისი რაში მდგომარეობს, რომ დარჩება ის პროფესიები, რა პროფესიაშიც, ასე რომ ვთქვათ, ინვესტირების თანხა შესაძლოა უფრო მეტი, ანუ ინვესტიცია უფრო მეტი დაჯდეს, ასე რომ ვთქვათ, უფრო მეტი ღირებულების იყოს, ვიდრე ხელფასი, რომელსაც უხდით ადამიანს. რა პროფესიების თქვენ ახსენეთ, დავამატებ, ვთქვათ, მედის პროფესიას, სტილისტების პროფესიას. ანუ ძირითადად ის პროფესიებია, სადაც ხელით შრომა და ადამიანის
ყოფნა არის აუცილებელი, ადამიანის გარემო უნდა არსებობდეს, რომ ამ პროფესიით გათვალისწინებული საქმე შესრულდეს. ასეთ შემთხვევაში ის მიმართულება, რომელშიც დღეს ჩანაცვლების კუთხით საკმაოდ ძლიერია AI, რაც ნიშნავს აი პროგრამის გაშვებას და ინფორმაციის, ციფრული ინფორმაციის დამუშავებას, ამ კუთხით AI აქ ვერ ერევა. ერთადერთი ჩარევის მექანიზმი რჩება რობოტიზირება. ანუ ადამიანი უნდა ჩაანაცვლოს რობოტით. კი, მექანიკურმა საშუალება. რაც შეიძლება ამ საწყის ეტაპზე კიდევ 5 წლის დიაპაზონში, 10 წლის დიაპაზონში იყოს ძვირი ინვესტიცია იმისთვის, რომ ჩანაცვლდეს, თქვათ, ეს პროფესია მთლიანად. თუმცა ფიქრობ, რომ რაღაც მოდერნიზება ამ პროფესიებს მაინც ექნება. თქვათ, მედდას ექნება რაღაც AI ასისტენტი, რომელიც რაღაც ადამიანის, თქვათ, მდგომარეობის პარამეტრებს მიაწვდის, ხო? თქვათ, ელექტრიკოს ექნება რაღაც ქსელის მოწყობილობების, თქვათ, ისეთი ინფორმაცია, ისეთი შეტყობინებები, რომლებიც თავიდან აარედებს, თქვათ, სიცოცხლის რისკებს და შეცდომებს და ასე შემდეგ. AI დაეხმარება, მაგრამ ჩემის აზრით ყველაზე გვიან ჩაანაცვლებს ამ პროფესიებს. თუმცა ფიქრობ, რომ სანამ ესე ღრმად თუ შევედით, იმდენად ძვირი დაждდება რობოტის შექმნა და რობოტის ყიდვა იმისთვის, რომ მან გააკეთოს დურგლის სამუშაო, რომ უფრო იაფი იქნება დურგალის და დურგლის დაქირავება, რომ გააკეთოს დურგლის სამუშაო. ეს არის ლოგიკა. მანამ სანამ ტექნოლოგია იქამდე არ მივა, რომ რობოტებმა იაფად ააწყვეს დურგალი რობოტები. რომ გაიაფთეს დურგალი რობოტები. ამიტომაც ხაზი გავუშვით, რომ ყველაზე გვიან ჩანაცვლდება. მე შვილი მყავს დურგალი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ ბიზნესში წავიდა და ლუკა, შვილო შეიძლება ერთ დღეს ჩაგანაცვლოს რობოტის მიერ შექმნილმა რობოტმა. ამიტომ კარგად იფიქრე, მაგრამ ყველაზე გვიან ჯერ მამის პროფესიას ჩაანაცვლებს. ჯერ ჩემს პროფესიას ჩაანაცვლებს. ამიტომაც მე მაშინ სოფელი ვიყიდე, სადაც დიდი ტერიტორია, სადაც სოფლის აშენებას ვქეკმავ. ასეთი შემთხვევებისთვის. ბატონ ზურა, გადავიდეთ ერთ-ერთ მთავარ საკითხზე, ეპოქაში, AI-ის ეპოქაში, ჩვენ საინტერესო ეპოქაში ვცხოვრობთ. ძალიან. საერთოდ მოგვიწია .com ერას მოვისწარით, sadაც ეს კომპიუტერიზაცია და ინტერნეტი, შემდეგ უკვე გადავედით .com-დან უკვე სოციალური ქსელების ეპოქაში, რამაც აბსოლუტურად შეცვალა კიდევ ხედვები, ჩვენი, ასე ვთქვათ, ცხოვრების სტილით, ისიც ახლა რომ მე და თქვენ აქვს ვივართ და ვისაუბრებით ჩვენს არაჩვეულებრივ გამომწერებს და სხვათა შორის მინდა გთხოვოთ, რომ არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ასეთი საინტერესო სტუმრების მოსმენა შეგიძლიათ ჩვენთან და ახლა მივედით AI ერამდე, სადაც არის uncertainty. ეს არის გაურკვევლობა და ასე ვთქვათ, შეუსწავლელობა იმ მომავლის, რა მომავალიც შეიძლება ადამიანს კონდეს წინ. ძალიან ბევრი მოსაზრება არის იმასთან დაკავშირებით, რომ AI ძალიან ბევრ კარგ ერთის მხრივ AI ძალიან ბევრ კარგ რამეს გააკეთებს, ეს არის დაუშვათ გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასე ვთქვათ, გამარტივება მედიცინის მიმართულებით, ძალიან ბევრი მიმართულებით, ძალიან ბევრი კარგი შეიქმნება, მაგრამ არის მეორე მოსაზრება, რომ AI შეიძლება აღარ დაჭირდეს ერთ დღესაც ადამიანი და საფრთხის წინაშე დადგეს კაცობრიობა. რამდენად ფიქრობთ თქვენ, რომ ეს საფრთხე რეალურია? მე ამ შემთხვევაში ვეყნობი, ასე რომ ვთქვათ, იმ ადამიანების მოსაზრებებს, რომელსაც ამ სფეროში ნამდვილად მოიკითხება აზრი. და ჩემი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, ვეთანხმები ამ აზრს. ასე რომ ვთქვათ, მომავალი განჭვრეტადი, მომავალი მაინც რაღაც გარკვეულ რისკებს ატარებს ამ თემასთან დაკავშირებით. მოდით ვთქვათ, დავიწყოთ ესეთი მოსაზრებით, რომ რეი კურცველი იყო ესეთი ფუტუროლოგია, კომპიუტერული მეცნიერია, ისიც ძალიან ბევრი, ასე რომ ვთქვათ, წინასწარმეტყველება აქვს გაკეთებული ამ დარგში, ეს მიმართულებით, ის ამბობს, რომ ცნობილი ფაქტის სინგულარობა, როდესაც ხელოვნური ინტელექტი გადავა სუპერხელოვნური ინტელექტის დარგში და ედადგება ის მომენტი, როდესაც ის, ასე რომ ვთქვათ, ყველაფრის კონტროლს აიღებს თავის ხელში, აი სინგულარობის წერტილი დადგება დაახლოებით 15-20 წელიწადში. ესე ამბობენ.
მოდით ფაქტებით ვისაუბროთ და ალბათ ეს უფრო და რას ნიშნავს არგუმენტირებული მოდი ჩავშალოთ. შესაძლებელია იმ მომენტში, როდესაც AI აიღებს კონტროლს, ასე რომ ვთქვათ, თავის თავზე, შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ადამიანი არის ვთქვათ, მისთვის საშიშროება ან ზედმეტი, ასე რომ ვთქვათ, ბიოლოგიური არსება და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში და გაგვაქროს, მაგალითად, ხო, ან გაგვანადგუროს. ან ამის ძალიან ბევრი მეთოდი არსებობს და შესაძლებლობა ექნება ამის. ცოტა საშიშია. საშიშია, მოდით მივყვეთ ფაქტებს. პირველი რაც შემიძლია გითხრათ, ჯეფრი ჰინტონ, Google-ის ხელოვნური ინტელექტის მიმართულების ხელმძღვანელი 2023 წელს ტოვებს თანამდებობას, ციტატა ზუსტად ვერ გავხსენებ, შინას ვიტყვი, რომ Google-ში მუშაობა არ მაძლევდა უფლებას, რომ მესაუბრა ამ თემაზეო, ფიქრობ, რომ ძალიან განვითარდა ხელოვნური ინტელექტი, რაც მომავალში საფრთხეებს ქმნის და მე მიმაჩნია, რომ უნდა წავიდე დავტოვო თანამდებობა და გავატარო დარჩენილი ცხოვრება ოჯახთან ერთად. ეს იყო ფაფულა ამ თქმის. მეორე ელიზერ ნიუტკოვსკი, ეგეთი მეცნიერია, რომელიც 2001 წლიდან ხელმძღვანელობდა ამერიკის შეერთებული შტატების ხელოვნური ინტელექტის კვლევის ინსტიტუტს. 2023 წელს მან განაცხადა, რომ ის რეგულაციები, ის მოთხოვნები, რაც ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებით არის მიღებული, არასაკმარისია და ფიქრობს, რომ ხელოვნური ინტელექტი ისეთი სისწრაფით ვითარდება, რომ ასე რომ ვთქვათ, შეუზღუდავ კონტროლიდან გასვლის რისკები დადგება უახლოეს მომავალში და ამიტომ შემიძლია ციტატაც ვთქვა, რომ მე დავიღალე ყველაფერი ამისგან, მივდივარ სახლში და იდეა იმაში იყო და ჩვენ მაინც ყველა ასე რომ ვთქვათ დავიღუპებთ. გასაგებია, რომ ძალიან მძიმე ტექსტებია, მაგრამ ეს ტექსტები ეკუთვნის ასე რომ ვთქვათ ხელოვნური ინტელექტის მამებს. თქვენს ასე ფიქრობთ? შესაძლებელია მე რაღაც ოპტიმისტური ნოტა შევიტანო ამ თემაში, მაგრამ ის რომ ჩვენ ასე რომ ვთქვათ, მაინც მივახცევთ ასე თუ ისე როდესმე სინგულარობის წერტილს, ამაში დარწმუნებული ვარ. რას გულისხმობ? აი რასაც ვისაუბრეთ, ის წერტილი, როდესაც ხელოვნური ინტელექტი იღებს კონტროლს თავის თავზე, ხდება სუპერხელოვნური ინტელექტი, ეს გრადაცია, ეგეთ 3 გრადაცია და შესაბამისად უკვე მე იღებს გადაწყვეტილებებს, როგორ განვითარდეს. ამ შემთხვევაში კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევხედოთ სხვა კუთხითაც. აი მაგალითად, დადებითი მხარითაც რო შევხედოთ, ასე რომ ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტის საკითხს, სადაც ვისაუბრეთ, ხო? თორე ცოტა იყო ესეთი კვლევა, დავიზაფრე. ხო, იყო ესეთი კვლევა, რომელიც ამბობდა, მაკესის კვლევა, თუ არ ვცდები, რომელიც ამბობდა, რომ 2030 წლისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გლობალური მუშაკო აიწევს 0.5%. ეს ძალიან დიდი ციფრია. და ანუ ამის საფუძველი იქნება ხელოვნური ინტელექტი. ასევე ძალიან კარგი მიღწევები იქნება, როგორც აღნიშნეთ, მედიცინაში, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ინფორმაციები მოდის, რომ იქნება ახალი წამლები, ძალიან ძლიერი დაავადებების საწინააღმდეგო. რაღაცში დაგჭირდება კარგი მედიცინა და კარგი წამლები და დიდხანს სიცოცხლე, თუ ერთ დღესაც ადგა და გადაწყვიტა, რომ აღარ მჭირდება ეს ადამიანი, რაღაც მინდა. დაახლოებით 2023 წელს სხვათაშორის მასკიც იყო მაგ საკითხში, ილონ მასკი ჩართული. მეცნიერებმა შეიმუშავეს მემორანდუმი და თხოვეს ყველა AI მოდელის ხელმძღვანელს, რომ 6 თვით მორატორიუმ გამოეცხადებიათ და შეეჩერებიათ საერთოდ AI-ის განვითარება. რომ ადამიანები, ასე რომ ვთქვათ, უფრო ჩაფიქრებულიყვნენ, მეცნიერებს დაედოთ კონკრეტული ალგორითმები, რომელიც მომავალში დაგვიცავდა, ასე რომ ვთქვათ, ჩვენი ხელიდან, ასე რომ ვთქვათ, კონტროლის გასვლისგან, ხო? შესაბამისად ეს არ შესრულდა სამწუხაროდ და ესეთი ჩარევები და ესეთი საფრთხები რომ არის, ამას ადასტურებს კიდეც აი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გადაწყვეტილება კლოდის ახალი მოდელების შეჩერებასთან დაკავშირებით. ანუ ეს მომენტები, ეს რისკები უკვე სახეზეა. ეს კი არა რომ დადგება რაღაც გავაწლები და შემდეგ დადგება ეს საფრთხები. სახეზეა, გეომეტრიული პროგრესით ვითარდება ხელოვნური ინტელექტი და ერთ ასე რომ ვთქვათ, დაკვირვებასაც გაგიმხელთ, რაც ჩემის აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესს რო ჩაუკვირდეთ, ხო? აი რა ხდება პროცესი, აი ვთქვათ 5 წლიან ასე ვთქვათ დიაპაზონში რო ჩაუკვირდეთ პროცესს. რაც უფრო ჭკვიანდება ჩვენს კომპიუტერის ეკრანს მიღმა მყოფი ხელოვნური ინტელექტი კონკრეტული ამოცანების გადასაწყვეტად, ხო? შესაბამისად, მით უფრო ნაკლები ჭკვიან ადამიანს მოითხოვს ამ კომპიუტერულ ეკრანის აქეთ. რა თქმა უნდა.
ელემენტარული მაგალითი თქვათ მე რაღაც პერიოდის განმავლობაში პროგრამირებთ ვიყავი დაინტერესებული და ის ცოდნები რაც მე მჭირდებოდა 2-3 წლის წინ რომ ხელოვნური ინტელექტთან ერთად რაღაცა დამეპროგრამებინა დღეს ალბათ იმის 5-10%-იც არ მჭირდება. არა, ჩვეულებრივ ადამიანურ ენაზე ესაუბრები, რომ აი გამიკეთე რაღაცა ვებსაიტი, რომელსაც აქვს ეს ფუნქცია ჩვეულებრივ ადამიანურ ენაზე, ეს გადააქვს უკვე პროგრამას პროგრამირების ენაზე და გაძლევს პროდუქტს 5 წუთში. ახლა ეს 2 წელი გადაამულტიპლიცირეთ შემდეგ 2 წელზე და რა იქნება შემდეგი, ხო? აქედან უბრალოდ დარჩება ალბათ სურვილების დიაპაზონი. კი. ალბათ ძალიან უფრო მარტივად ასახსნელ ენაზე, აი რა გვინდა, თქვა სურვილების დიაპაზონი და იქიდან წამოვა უამრავი ინსტრუმენტი იმისა, რომ რაც შეიძლება ნაკლები სიტყვით, შემდეგ წინადადებაში კითხვა-პასუხის რეჟიმში გააკეთოს ხელოვნურმა ინტელექტმა ის, რაც შენ გსურს. რა შეიძლება, აი მოდი ასე შევხედოთ. გავიდა კონტროლის ჩარჩოებიდან AI დაუშვათ ესეთი მომენტი და არ დაჭირდა ადამიანი არაფერში, გაბოროტდა, რა შეიძლება გააკეთოს. როგორ შეიძლება გაუმკლავდეთ ამას ადამიანები რაღაცა. ომს ვერ გამოუცხადებთ, იმიტომ რომ ციფრულია. ვერც გამორთავთ და ფილმებში გვინახავს რომ დენირო რა თქმა უნდა იგივე იქნება, რა თქმა უნდა. მე ვიტყვი ესეთ რაღაცას, რომ როდესაც გავა ალბათ კონტროლიდან ხელოვნური ინტელექტი, იმის შემდეგ პრაქტიკულად შანსი 0-ია ჩვენი გადარჩენის. მეთოდები იქნება, რა თქმა უნდა, უამრავი, ეკონომიკური, შესაძლებელია, რა თქვა, გამოიწვიოს კონტროლის აღება საშიში იარაღზე, ისეთ მასობრივი განადგურების იარაღზე. შეიძლება ფსიქოლოგიური ტესტი ჩაგიტარო და უბრალოდ ყველა ადამიანი გადაწყვიტოს თავის მოკლა დაახლოებით 1 დღის დიაპაზონში. იცით პრობლემა რაშია? ანუ ჩვენ სულ უფრო ნაკლები ვიცით AI-ის შესახებ. დააკვირდით. AI ვითარდება და ჩვენ ინფორმაცია გვაკლდება მისი შინაარსობრივი ნაწილის შესახებ. და პირიქით, AI-მ უფრო მეტი და მეტი იცის ჩვენს შესახებ. ყოველ წუთს ინდივიდუალურადაც და რა თქმა უნდა, მასობრივად. კი, ტელეფონი გიდევს, AI მუშაობს, სანამ შენ გვერდით გაქვს ტელეფონი და სწავლობს შენს ყველაფერს აბსოლუტურად. სურვილებს, მიკერძოებებს. აბსოლუტურად ყველაფერი იცის. ანუ კი. ანუ ეგ საკმაოდ ესეთი მომენტია და ეს დისპროპორცია იზრდება. დროთა განმავლობაში იზრდება. ანუ მოდით ვთქვათ, რომ წარმოიდგინოთ ადამიანი ერთი, ვთქვათ, საკმაოდ მაღალი შესაძლებლობების მინიმუმ მხედველობაში და მეორე ადამიანი, როდესაც ამ ერთმა ადამიანმა აბსოლუტურად ყველაფერი იცის მეორე ადამიანზე, მეორე ადამიანი პრაქტიკულად უყურებს როგორც უცნობს. ანუ манипуляციის და ზემოქმედების უამრავი საშუალებაა, რომელიც შეიძლება განახორციელოს მით უმეტეს AI-ის პირობებში, როდესაც ანუ დღეს კაცობრიობას რაც ცოდნა ქონდა, ყველაფერი უკვე შეტანილია, ყველაფერი იცის და უკვე ახალი ცოდნის ბაზების, ასე ვთქვათ, სინთეზური ცოდნის ბაზების გენერირება მიმდინარეობს და ამ ცოდნაზე დაყრდნობით ახალი ცოდნები გენერირდება, რასაც ადამიანები, ასე ვთქვათ, ესე ადვილად ამ ინფორმაციას ვერ იღებენ. ძალიან საინტერესო G7-ის სამიტი, რომელზეც არ იყო მიწვეული მასკი, საინტერესო პრეცედენტი მოხდა, რომ ამდენი ტექ ინდუსტრიიდან ამდენი ადამიანი იყო მიწვეული და რას ფიქრობთ, რა იხარშება სოფლიო პოლიტიკაში, იმიტომ რომ G7 ძირითადად არის პოლიტიკური, ასე ვთქვათ, შეკრების ადგილი და ინსტრუმენტი დაალაგდნენ დიდი ქვეყნები ერთმანეთში ეკონომიკურად და გადაინაწილონ სოფლიო wealth, ასე ვთქვათ. ძალიან საინტერესო სამიტი იყო 2 დღის წინ გაიმართა საფრანგეთში და პირველად იყო მოწვეული, ასე ვთქვათ, წამყვანი AI კომპანიების ხელმძღვანელები. იქ იყო OpenAI CEO Sam Altman, Google DeepMind-ის CEO Demis Hassabisi, Anthropic-ის CEO Dario Amodei, Meta და Salesforce-ის და ასე შემდეგ. არ იყო მიწვეული Elon Musk-ი. სამიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ განიხილეს, ასე ვთქვათ, კიბერუსაფრთხოების საკითხები AI კომპანიებთან მიმართებაში, ამ მოდელებთან მიმართებაში, რა უნდა გაკეთდეს, ზუსტად აი რაზეც ჩვენ საუბრობდით,
უკვე დაიწყო ამ თემების, ასე რომ ვთქვათ, განხილვა უმაღლეს დონეზე, G7 სამიტის ფორმატში. სხვათა შორის იყო გამოთქმული სხვა მოსაზრებები, ერთ-ერთი საინტერესო მოსაზრება იყო სემ ალტმანის მოსაზრება, რომელიც ასე რომ ვთქვათ, ოდნავ თავხედური მოსაზრება შეიძლება დავარქვათ, რომელსაც მიმართა პოლიტიკოსებს, რომ ნუ გადმოგაქვთ თქვენ მხარეს, ჩვენს მხარეს ნუ გადმოგვაქვთ თქვენი ვალდებულებები ამ საკითხთან დაკავშირებით, ისეთ კომპანიების მხარეს, როგორც ჩემი კომპანიაო, დაახლოებით ეს სიტყვები ხო. თუმცა იყო მიღებული რამოდენიმე მიმართულების დოკუმენტიც, რა თქმა უნდა, საკითხი გადაწყვეტილი არ იყო, მაგრამ შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხებზე იმსჯელებდნენ ასეთივე ფორმატში სხვა დროსაც, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადასადგმელი ამ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. და რაში გამოიხატებოდა ეს? სხვათა შორის, როდესაც რაღაცის შეზღუდვა, ყოველთვის ადაცუფლებების შეზღუდვაც მოყვება ამას. ასე რომ ვთქვათ, გაკეთდება ქვეყნების და კომპანიების trusted partners-ების, ანუ ასე რომ ვთქვათ, white list-ს რო ეძახიან, ესეთი სია. ამაზე შეთანხმდნენ, რომ ეს გაკეთდება, რომელთაც ექნებათ, ასე რომ ვთქვათ, წვდომა მთლიან პლატფორმებზე ამ AI მოდელების. ანუ ფაქტია, რომ ეს წვდომა არ ექნება ყველას. ნუ ხო, ირანის ხელში არ მოხდება. ხო, ცოტა რთული იქნება. ხო, ალბათ. მოდის ესე ვთქვათ, კონკრეტულად ირანზე არ ვიცი, მაგრამ კონკრეტულად ის ქვეყნები, რომლებიც და კომპანიები, რომლებიც არ მოხვდებიან ამ trusted partners-ის ლისტში, გამორიცხულია იმათ ცნობა კონდეთ ამ მოდელების, რა თქმა უნდა, გაფართოებულ, ასე რომ ვთქვათ, ვერსიებთან. დიახ. მეორე ნაწილი, რასაც იმსჯელეს და საკმაოდ საინტერესო ნაწილი იყო, ეს იყო ბავშვების და AI მოდელების დამოკიდებულების საკითხი. და თქვეს, რომ უნდა ძალიან გამკაცდეს ეს პოლიტიკა, ნუ გასაგებია რაღაც კონკრეტული ასაკებზე დიფერენციაცია მოხდება, parent control იქნება თუ ასე შემდეგ, ეს უნდა გაძლიერდეს, რომ ბავშვებს არ კონდეთ საწყის ეტაპზე ესეთი ღია და ფართო წვდომა ამ მოდელებზე. ანუ ალბათ დააფიქსირეს, რომ ამ დარგშიც რაღაც კონკრეტული პრობლემები არსებობს. ნუ მასკის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ურთიერთობაზე ყველა ვიცით და სავარაუდოდ ეს ურთიერთობაც გახდა მიზეზი იმისა, რომ არ იყო მიწვეული, თუმცა მასკმა საპასუხო, ასე რომ ვთქვათ, ნაბიჯიც გადადგა, საკმაოდ სერიოზული ნაბიჯი, ეს იყო ინფორმაცია იმის შესახებ, ჯერ ოფიციალურად არ გაფორმებულა კონტრაქტი, მაგრამ ორთავე მხარემ დაადასტურა, რომ მასკმა $60 მილიარდ იყიდა კურსორის AI, ეს არის ყველაზე ძლიერი, ასე რომ ვთქვათ, AI კოდინგის დარგში. და მასკი, ასე რომ ვთქვათ, მრავალაგენტიან პლატფორმას ქმნის კოდინგის მიმართულებით და ალბათ გროკის ჩავარდნა ამით იქნება დაკომპენსირებული, ეს გახდება ყველაზე სერიოზული მოდელი კოდის წერის მიმართულებით. საინტერესოა. და ასე ვთქვათ, ახალი ერაც შეიძლება დაიწყოს ამ მიმართულებით, იმიტომ რომ აპირებს უკვე დაიწყო კოსმოსში გატანა, ხო? და დატა ცენტრების იქ გაკეთება უნდა და sky is the limit რა, მამისთვის, ნუ ყოველ შემთხვევაში ახლა ასე ჩანს, რასაც უმიზნებს აკეთებს. მოდი ვთქვათ, ხო, ზუსტად ეგ მინდოდა მეთქვა, რომ მოდი ვთქვათ, რომ რასაც ამბობს აკეთებს, იმიტომ რომ ეს არ არის თეორია, პრაქტიკულად Wi-Fi მოწყობილობისთვის ეს საკითხი გადაწყვიტა. აქ რესურსი პირველი, აქ შესაძლებლობა SpaceX-ის რაკეტების მოქმედებაში და პრაქტიკულად ხელს არაფერი არ უშლის თავისი იდეების განხორციელებისთვის და როგორც თქვა, ნედლეულის მოპოვებიც არეალიც აქვს, ანუ თან საინტერესო, ასე ვთქვათ, მოსაზრება თქვა, რომ დაახლოებით საათში 1 ხომალდი უნდა გაფრინდეს ძალიან, ასე ვთქვათ, ინტენსიური მოძრაობა მთვარისკენ და მარსისკენ მომავალში, რომ ათვისებული იქნას ის რესურსები, რომელიც ზედამიწაზე არ არის და ამ პლანეტებზე არსებობს. ჩვენ თბილისში გვიჭირს გადაადგილება. თბილისში გვიჭირს გადაადგილება. იქ მარსზე შეიძლება საცობები სხვათა შორის არის ჩიტოს მალე. ხო, ეს სისწრაფეების დისონანსი ალბათ უფრო მეტად
ჩამოაყალიბებს აი იმ განსხვავებას იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ფეხი აუდგეს, ასე რომ ვთქვათ, მიიყვნენ AI-ის განვითარებას. არის რამოდენიმე ქვეყანა მსოფლიოში და იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც, ასე რომ ვთქვათ, ამ ტემპს ვერ გაუძლეს და ჩამორჩა. ან დააიგნორეს. ან შეეშინდათ. ან შეეშინდათ, კი. ხო, საშიში არის ერთი. სწორედ მოდი შევთანხმდეთ, ხო? აი თქვენ თვითონ ამბობთ, რომ არის საშიშროება და რეალური, საშიში რომ არ იყოს G7-ის სამიტზე ეს ადამიანები არ იქნებოდნენ მიწვეული და არ იქნებოდა დასმული საკითხი. შესაბამისად, საფრთხე რეალურია. მე ცოტა ოპტიმისტურად უყურებ ამ საკითხს, არ ვფიქრობ, რომ AI-ის არ დავჭირდებით და დაგხოცავს და გაგვანადგურებს კაცობრიობას. თუ ასე მოხდება და მეც ერთ-ერთი მათგანი ვიქნები, ვინც AI-იმ შეიწია. რა უყოთ. ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ანუ თავარი მიდგომა არის რა, რომ ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს ამ თემაზე საუბრის. ჩვენ უნდა ზუსტად გავაცნობიეროთ ყველა რისკი, რა შეიძლება იყოს და გადავდგათ ნაბიჯები ამ რისკების ნეიტრალიზაციისთვის. ანუ ჩვენ გქონდა ეგეთ გამოწვევები, როგორც ხო გლობალური დათბობა, ხო? შეიკრიბა ხალხი, შეიქმნა ფონდები, გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, მოძრაობს კაცობრიობა მოძრაობს, ანუ დადებითი მომავალისკენ. შესაბამისად ამ დარგშიც ჩემის აზრით უფრო რთული საკითხი იქნება, მაგრამ სირთულეების არ უნდა შეგვეშინდეს, უნდა ვისაუბროთ პირველ რიგში მომავალმა თაობამ მოგმართავთ, რომ ჩვენ არ გვისაუბრია მომავალ პროფესიებზე, უამრავი ახალი 170 მილიონი პროფესია შეიქმნება ახალი, ეს იქნება AI prompt ინჟინერი, AI კიბერუსაფრთხოების ინჟინერი, AI ტრენერები, AI აგენტ ინჟინრები და ასე შემდეგ. უამრავი ახალი სფერო, უამრავი ახალი შესაძლებლობები იქნება და რა თქმა უნდა, დროულად უნდა მიიღოთ ინფორმაცია, დროულად უნდა გადაკვალიფიცირდეთ, დასახოთ თქვენი შემდგომი მომავალი როგორი იქნება და თქვენ უნდა გააკეთოთ ის ნაბიჯები ზუსტად რომ ასე რომ ვთქვათ ეს ცუდი სცენარები არ განხორციელდეს და მხოლოდ დადებითი მომავალი სცენარი გქონდეს ისე ვთქვათ განხორციელებული მომავალში. ხო თორე მე ბეტონის კედელს თუ ჩავასხავ ახლა რომ დავიცვა თავი რამისგან, მაგრამ ისიც ვერ დაგიცავს. შესაბამისად ტექნოლოგიებში მოღვაწე ადამიანების იმედებზე ვართ დარჩენილი და იმედზე. ერთი საინტერესო თემა მინდა წამოვწიო ბოლოსკენ. რამდენად ფიქრობთ, რომ ეს პროფესიები, ისე რომ დაუბრუნდეთ ამ საკითხს, რამდენად ფიქრობთ, რომ აი ეს ამ პროფესიების, ახალი პროფესიების ჩამოყალიბება, ძველის გაქრობა არა, ასე ვთქვათ, საჭიროების, ხო, საჭიროების შემცირება, ძალიან შემცირება, რამდენად გამოიწვევს სერიოზულ კრიზისს. აი საქართველოში მაგალითად ყოველწლიურად რამდენიმე 1000 არქიტექტორი ამთავრებს ამ ფაკულტეტს. უკვე რეალური საფრთხეა, რომ არქიტექტორი საერთოდ საჭირო აღარ არის. ანუ ეს თულები რაც შეიქმნა, რეალურად ანაცვლებს ამ ადამიანებს და ანაცვლებს ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება. აი 2-3 თვის წინ არ გვეგონა, თუ მას შეეძლო ამ არქიტექტურულ თულებს გაეკეთებინათ რაიმე სიზუსტით და ვფიქრობდით, რომ ეს უბრალოდ ვიზუალიზაციისთვის გამოვიყენებდით, რაღაცა ანიმაციისთვის გამოვიყენებდით, თუმცა არა. უკვე იმდენი ახალი ხელსაწყო არის, რომ რეალური საფრთხე არის არქიტექტორების ჩანაცვლების. 3D ანიმაციის სფეროში რევოლუცია მოხდა და ფაქტიურად 3D არტისტები საჭიროება, შემცირდა 90%-ით, ხო? ეს უნდა უთხრათ, აი ბოლოს ალბათ ეს უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს განათლების სისტემა როგორ უნდა გადაეწყოს ამ ახალ ლიანდაგზე. გეთანხმებით, აუცილებლად უნდა გადაიწყოს და რაც შეიძლება სწრაფად. უნდა მოინახოს სწორი მოდელი პირველ რიგში და მოდელი ალბათ იქნება აუცილებლად ჰიბრიდული, ანუ მასწავლებელი და AI ტუტორი ერთად, ანუ ეს ჰიბრიდული მოდელი საწყის ეტაპზე გაამართლებს აუცილებლად. უნდა შეიცვალოს პროფესიების ჩამონაცვალი, ასე რომ ვთქვათ, რასაც განათლების ინსტიტუტები პირდებიან აბიტურიენტებს, აი
რა პროფესიებს პირდებიან, რა ფაკულტეტების იმ მიმართულებების ასე რომ ვთქვათ, ნუსხა უნდა შეიცვალოს, სადაც შეუძლია აბიტურიენტ ჩააბაროს და განვითარდეს, მიიღოს ცოდნა. ცოდნის მიღების ფორმებიც უნდა შეიცვალოს, გლობალური, მასშტაბური რევოლუციური რეფორმებია გასატარებელი განათლების სისტემაში ამ მიმართულებით. დღეს გვესმის მაგალითად, რომ ორი მიდგომაა, ასე რომ ვთქვათ, ან უგრძალავენ ეს გამოყენებას, მაგალითად სასკოლო ასაკში ან აბიტურიენტს ან სტუდენტს, რაც ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, მე პრაქტიკულად შემიძლია შევადარო, რომ კალკულატორის გამოყენება რო აგიგრძალონ, ჩემი გადმოსახედიდან იგივეა. ან მიდის ასე რომ ვთქვათ, სრული ნებართვა ამ თემაში, თავისუფალ გამოყენებაშია AI და რა თქმა უნდა ეს ორი უკიდურესობა არასწორ მიდგომად მიმაჩნია. შესაბამისად, აქ ძალიან მარტივია, რომ ამ მოდელების შემუშავებაში ჩაერთონ, თქვათ, პროგრამული არქიტექტორები, შემუშავდეს რაღაც კონკრეტული კურსები, არის ამის მაგალითები სხვათა შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰარვარდის უნივერსიტეტში, არიზონას უნივერსიტეტში არის უკვე ეს კეთდება. ჩინეთმა გააკეთა მე გავდივარ ჰარვარდის უნივერსიტეტში ახლა ამ კურსს. კი, იმიტომ რომ მე ვხედავ რომ ეს არის მომავალი და სხვანაირად მე ფეხს ვერ აუბავ, თუნდაც ჩემს სფეროში განვითარებას. აი ნახეთ, ჩვენ ორი დამოუკიდებლად აბსოლუტურად სხვა პროფესიების ადამიანები მივედით იმ დასკვნამდე, გასაგებია რომ ახლა ამ მომენტში ჰარვარდის უნივერსიტეტი ერთ-ერთი ლიდერია, მაგრამ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ჩვენ რაღაც უნდა შევცვალოთ, რაღაც უნდა განვავითაროთ, რაღაც სხვა ტიპის ცოდნა უნდა მივიღოთ, ხო? და თქვენ აი უკვე გადიხართ კურსს და მე ჰარვარდის უნივერსიტეტის CS50-ის კურსს ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები Python-თან ერთად ვასწავლი ორ უნივერსიტეტში. ძალიან მაგარი. ხო. იმიტომ რომ ჩავთვალე ესეთ რაღაცა, რომ საჭიროა ამ ახალი knowledge-ის, ახალი ცოდნის შემოტანა. კი არ უნდა ჩვენ დავეციოთ რაღაცას, არა. ჩვენ უკვე იმ დონეზე უნდა დავდგეთ. და დღეს ჩემი სტუდენტები ისმენენ იმას, რასაც რეალურად ისმენენ ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტები იქ. ერთი და იგივე მასალას, ერთი და იგივე ინფორმაცია მიდის და აქვთ საბაზისო ერთი და იგივე დასაწყისი იმისთვის, რომ განვითარდნენ. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვფიქრობ, რომ განათლების სისტემაშიც აი ასე წერტილოვანი დარტყმები ამ საკითხს ბოლომდე ვერ უშველეს და ვერ გადაწყვიტავს, რა თქმა უნდა. აქ საჭიროა მასშტაბური მიდგომა. ყველა მიმართულებით დაწყებული საშუალო განათლებიდან დამთავრებული, სტუდენტებით და ასე რომ ვთქვათ, შესაძლებელია კიდეც უფრო მაღალ დონეზე, მაგისტრატურ თემებშიც და სადოქტორო ნაწილშიც იყოს ეს ცვლილებები შეტანილი. იმიტომ რომ მსოფლიო მიდის სხვა მიმართულებით და ჩვენ დღეს ვამზადებთ იმ ხალხს, რომელიც ჩემის აზრით ვიმეორებ 5 წელიწადში აღარ დაგვრჩება. კი. და გვეყოლება ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც აქვს აკადემიური განათლება სფეროში, რომელიც სფეროც საჭირო საერთოდ აღარ არის. აი იგივე ვარიანტია რა, ორ დიპლომიანი ტაქსისტის ამბავია. სხვათაშორის ტაქსისტებიც არ დაგვრჩება. ძალიან მალე. ეგ უკვე რეალობა კონკრეტულ ქვეყნებში კი. კი. და ორ დიპლომიანი ტაქსისტიც აღარ იქნება, ამ დიპლომების აღებას ხო აზრი აღარ ექნება და პლუს კიდე ტაქსისტებსაც აზრი აღარ ექნება. მე სულ ვამბობ, რომ რაღაცა ტრენდული გახდა ადამიანების მიერ, რაღაც ინფლუენსერების მიერ მოწოდება ახალგაზრდების, რომ არ არის საჭირო დიპლომი, არ არის საჭირო სწავლა აკადემიური. მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები არიან მავნებლები, ვინც ამას აკეთებენ და მე მივმართავ ჩვენს მაყურებელ სტუდენტებს, სწავლა არის აუცილებელი. სწავლის გარეშე არაფერი არ გამოვა, უბრალოდ სწორად არის ასარჩევი პროფესიები. მსოფლიო ვითარდება და უნდა აუწყოთ ფეხი მსოფლიოს განვითარებას და ავირჩიოთ ის პროფესიები, რაც საჭირო იქნება მომავალში. ის რაც საჭირო არის დღეს, შეიძლება არ იყოს საჭირო მომავალში, ამიტომ კარგად უნდა დავფიქრდეთ, რა პროფესიას ვირჩევთ და რა პროფესიები იქნება მომავალში საჭირო. უსმინეთ ესე ჭკვიან ადამიანებს, როგორც არის ბატონი ზურა, ძალიან ბევრი საინტერესო თემა არის მომზადებული მსოფლიოში ამ
ამ საკითხთან დაკავშირებით, მადლობა YouTube-ს, რომ არის ესეთი საშუალება, რომ ეს პლატფორმა არსებობს, სადაც შეგიძლიათ განუსაზღვრელი რაოდენობით ინფორმაცია მიიღოთ, ამიტომ კარგად გააკეთეთ მოძიება ამ ინფორმაციების, რა შეიძლება გახდეს მომავალში საჭირო პროფესია, რომ დღეს არ დაუშვათ შეცდომა და არ გახდეთ იმ პროფესიის წარმომადგენელი, რომელიც ხვალ შეიძლება საჭირო საერთოდ არ იყოს. ახლა ამ საუბრის დროს ვფიქრობდი და ყველაზე ესეთი პროფესია ძალიან მაგარი, ასე იგი ძალიან რთული, ხო? და ძალიან სათუთი ერთ-ერთი იყო თარჯიმნობა, რომელიც ასე ვთქვათ ძალიან ფასობდა, ძალიან ესეთი რთულიც იყო და დღეს ფაქტობრივად აღარ არის საჭირო. ფაქტობრივად საჭირო აღარ არის ლაივ რეჟიმში შეგიძლია ნებისმიერი რამის შეიძლება ჯერ არა იმ დონეზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან ცოტა დროში ალბათ აღარ იქნება საჭირო არც ენის შესწავლა ჩემის აზრით. მე ვუერთები თქვენს პათოსს და მადლიერების სიტყვები მინდა გითხრათ, რომ საერთოდ ამ თემით დაინტერესდით პირველ რიგში. დღეს ჩვენ რაზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია აი მომავალი თაობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია. და იმედის კუთხით მინდა ეს იმედიანად დავამთავრო ეს ნაწილი. მე მინდა თქვა ის, რომ ეხლა ეს კიდევ არ არის დაგვიანებული. ეხლა არის ის მომენტი, როდესაც ეს ტრანსფორმაცია შეიძლება განხორციელდეს. როგორც ინდივიდუალურად განახორციელოს თითოეულმა აბიტურიენტმა, სტუდენტმა, თქვა სამუშაოს მაძიებელმა შეიძლება განვითარდეს ინდივიდუალურად, ასევე არის იმის დრო, რომ განათლების სისტემაცმაც მოასწროს ეს ტრანსფორმაცია ამ უახლოეს, მოდი ვთქვათ, 3 წელიწადში. აი ეს დრო გვაქვს დარჩენილი, რომ მე მაინც მგონია, რომ 3 წელი ძალიან ბევრია იმისთვის, რომ ეს უნდა მოხდეს. ძალიან დიდი პროცესებია გასაკეთებელი და მაგრამ ეს უნდა მოხდეს ფრისიერად, ეს უნდა დღესვე დაიწყოს და დამთავრდეს. სასტრაფო წესით უნდა მოხდეს, მე ესე უყურებ ამას. დიდი მადლობა ბატონ ზურა. სტუმრობისთვის. AI-ის განვითარების კვალდაკვალ ავიღებ თქვენს იმას ნებართვას, რომ კიდევ მოგიწვიოთ სტუმრად და ნახოთ დაუშვათ 6 თვეში ან 1 წელიწადში შეიძლება სასაუბრო თემა აბსოლუტურად სხვა გქონდეს მე და თქვენ და აბსოლუტურად სხვა რეალობის წინაშე ვიდგეთ. მაგის ძალიან დიდი შანსია, როდესაც სტუდენტებთან საუბრობთ ხოლმე თემებზე, აი გადის რაღაც 1 თვე და ინფორმაცია, რაზე საუბრობდით 1 თვის წინ, უკვე პრინციპში არარელევანტური ხდება. და არის მოძველებული. და არის მოძველებული ინფორმაცია. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და აუცილებლად ვისარგებლებთ ამ მოწვევით და ნახოთ როგორ განვითარდება ეს პროცესები AI-ის თან მიმართულებით. დიდი მადლობა.